დღემშვიდობის მეგობრებო, მე მინდა ორიოდე სიტყვით უპასუხო ერთ კითხვას. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა იყო. ადამიანმა დასვა ესეთი კითხვა, მამაო, რა არის ის ცოდვა, რომელიც ადამიანს ღმერთს ყველაზე მეტად აშორებს დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ სამყაროში და რის გამოც შემდეგ ადამიანს უჭირს ღმერთთან მისვლა. კვლელობა, რუშობა, აბორტი, თუ რომელი ერთი მათგანი. საინტერესოა იმით, რომ ალბათ თითოეული თქვენთაგანი უმეტესობა ფიქრობთ, რომ მე ვიტყვი, რომ კვლელობა, რუშობა, აბორტი ან ასე შემდეგ მძიმე ცოდვები ჩამოთვალე. თავისთავად ეს ყველა მძიმე ცოდვა არის და ღმერთს გვაშორებს. და მერთმა დაგვიფაროს ამ ცოდვებისაგან, შეგვეწიოს უფალი, გაგვაძლიეროს, რომ მოგვეცესწალა, რომ ჩვენს თავში ვებრძოლოთ დიდ და პატარა ცოდვებსაც. მაგრამ ჩემი პასუხი არის შემდეგი. მე ვფიქრობ, დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი და არა მარტო დღევანდელი საზოგადოების, ალბათ კაცობრიობის და დღეს განსაკუთრებით ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ადამიანს ღმერთს აშორებს და რაც ხელს უშლის მას ღმერთთან მისასვლელად, ეს არის უმადურობა. უმადური ადამიანი თუ ამ სენისგან არ გათავისუფლდება, ვერასოდეს ვერ მივა ღმერთთან. უმადური ადამიანი გავს იმ ვედროს, იმ სათლს, იმ ქვევრს, რომელშიც რამდენი წყალის არ გინდა ჩაასხა, არასოდეს არ დაიტევს. ყოველთვის გაზდის და იქ არ გავდება. ღმერთს როგორც არ გინდა უნდოდეს იმ ადამიანის გადარჩენა, იმ ადამიანის კარგად ყოფნა, იმ ადამიანის ცხონება, ის არასოდეს ბედნიერი არ არის. სულ უმადური არის და იქ მადლი არ ჩერდება. უმადური, უმადლური. უმადურ ადამიანს გული რო ამოიგლიჯო შენი საკუთარი ხელით, საკუთარი სხეულიდან, რომ მიართვა, შეუწვა და უთხრა მიიღე, შეჭამე, გადარჩი, გეტყვის, რომ მარილი აკლიაო. უმადური ადამიანი გავს ცხოველს და კონკრეტულად იმ ღორს, რომელიც ჭამს საჭმელს. შემდეგ იმ საჭმელში შიგვე გორაობს, შიგვე შვრება, ისაქმებს და შემდეგ ისევ იმას ჭამს და მაინც არ ყოფნის. კიდე დაუსრულებლად შემიძლია ყველაფრის ჩამოთვლა. აი ესეთი არის უმადური ადამიანი, ის არასოდეს არ არის მადლიერი და შესაბამისად არასოდეს არ არის ბედნიერი. ადამიანი ყოველთვის, ესეთი ადამიანი ყოველთვის არის ღმერთის უმადური და ღვთისგმობამდეც მიდის და თავისთავად ესეთი ადამიანი ყოველთვის არის ადამიანების მიმართაც უმადური. რაც არ გინდა მეტი მისცე, მაინც მეტი უნდა და მაინც მეტს ითხოვს. ეს გამოიხატება როგორც გითხარით, ღმერთის მიმართ და ადამიანების მიმართ, მაგალითად შეიძლება დედა შვილის მიმართ იყოს, შვილი დედის მიმართ, და-ძმის მიმართ, ცოლი ქმრის მიმართ, ქმარი ცოლის მიმართ, რძალი დედამთილის, დედამთილი რძლის და ასე შემდეგ დაუსრულებლად ურთიერთობებში მეგობარი მეგობრის მიმართ. რაც არ გინდა მეტი მისცე, მას მეტი უნდა. ის თulis, რომ იმსახურებს, რაც მიეცი და კიდევ მეტი უნდა. ეს არის მდგომარეობა ფარისევლისა, რომელსაც გონია, რომ ყველაფერს აკეთებს თვითონ, თავისი მდგომარეობის არ გაგება, არ შეგნება და მას კიდევ მეტი უნდა და მეც იმსახურებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მადლს განშორებულია. მე ესე ვიტყვი ხოლმე მას. უმადლური,
უმადური, მადლის არ მქონე, ღმერთის არ მქონე ადამიანი. და ეხლა ჩამოშლი ძალიან მოკლედ შეძლებისდაგვარად გასაგებად რო თქვა, რა მდგომარეობა არის კიდე. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მადლიერნი, მადლობელნი უნდა ვიყოთ ღმერთისა იმისთვის, რაც გვეძლევა ჩემო კარგებო და თავისთავად ერთმანეთის მიმართაც მადლობელნი ვიქნებით შემდეგ თუ ღმერთის მადლობელი ვართ. მაგრამ თუ ადამიანი ღმერთის მიმართ არის უმადური, ეს ცხოვრებაში ადამიანების მიმართაც ესეთივე არის. ეს არის უპირველესი, მე ესე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები, მაგრამ ესე ვფიქრობ, უპირველესი რამ, რაც ადამიანს ღმერთს აშორებს და ადამიანებს ერთმანეთთან აშორებს. უმადურობა. რაც გვეძლევა, ჰაერი, მზე, ნათელი დღე, კარგი ჯანმრთელობა, დღე სიკეთის და სიხარულის, ხო, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს. თუნდაც იმ განსაცდელებშიც მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომელიც ადამიანებს თითოეულ ჩვენთაგანს განსაცდელის გარეშე არავინ არ არის, ხო, რაღაცა პატარა თუ დიდი განსაცდელები ახლავს ჩვენს ცხოვრებას, ხო? აი იქაც მადლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ ისიც შენი სული საცხონებლად არის. და მე მინახია მრავალი ადამიანი, რომელიც მადლობდა და მადლობს უფალს, ყველაფრისთვის უნდა მადლობდე უფალს და ბედნიერი იყო იმ შენ განსაცდელშიც კი. ხო? რომ მადლობა უფალ ყველაფრისთვის, ესე იგი შენ უკეთესად უწყი უფალო, რაც მე მინდა, რაც მე მჭირდება და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვინც უდათ არის არ იღწოდეს, რომ ჯანმრთელობა მიემადლოს, არ ლოცულობდეს, ექიმთან არ დადიოდეს. არა, ეს ამას არ ნიშნავს. ან თუნდაც ვინც გაჭირვებაში არ ცდილობდეს და არ შრომობდეს, რომ დაუშვათ უკეთესი ცხოვრება ქონდეს. არა, მაგრამ უფალი რას ამბობს? ვინც მცირედზე ერთგულია, უფრო მეც მიცემ. და ჩვენ მრავალი მაგალითი ვიცით, განკურნებულებიც უფლის მიერ და მოციქულების მიერ, რომელიც იკურნებოდნენ და დღესაც იკურნებიან. და მრავალი მაგალითი ვიცით, რომლებიც იყო მადლიერი და რომელიც იყო უმადურები. და ამისი მაგალითიც ბევრია, ხო? როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იგავი არის 10 კეთროვანის განკურნება. როდესაც უფალმა განკურნა 10 კეთროვანი და მადლობის სათქმელად მარტო ერთი მივიდა. და ისიც იყო სამარიტელი. აი ჩვენ სამწუხაროდ იმ მდგომარეობაში ვართ, იმ 9 კეთროვანის უმეტესობა, როდესაც ყველაფერი გვეძლევა ღმერთისგან, მაგრამ მაინც უმადურები ვართ. უმადურები იმით, რომ მადლობის თქმის გადახდა არ გვინდა ღმერთთან, პირველ რიგში და მერე ერთმანეთთან. და ვაბრალებთ 1000 რაღაცას. რა უნდა გააკეთოს ახლა ადამიანმა, რომ მადლიერება მოიპოვოს? უპირველესად, მადლიერება გვმართებს ჩემო კარგებო ღმერთთან მიმართებაში. დილა რო გათენდება, თუ ღამე რო დაღამდება, ის დღე რო დაღამდება, უნდა ადგე პირჯვარი გადაისახო, თუ უნდა დაწვე და სანამ დაიძინებ და მადლობა უფალ ყველაფრისთვის, მადლობა დღევანდელი დღისთვის და მადლიერება გამოხატო. კვირა რო დამთავრდება, კვირა დღეს ტაძარში უნდა წახვიდე. ერთი დღე არის უფლისა და შენი მადლიერება უფალს შესწირო. უფალს წირვაზე დგომა, ჩვენი ლოცვა, ღვთისმსახურება შეძლების და გვარად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ეს არის პირველ რიგში მადლიერება. და შენ როცა ამას არ აკეთებ, დამიჯერე რომ უმადური ხარ. და ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის. იმიტომ რომ ღმერთს მადლობას არ ეუბნები იმ ერთი კვირისთვის, იმ ერთი დღისთვის. და შემდეგ ყველაზე მეტად ეშმაკი აქედან შემოდის. და აბსურდულია ხოლმე ის განცხადებები, რატო არ დადიხარ ტაძარში, ვეუბნები და საქმე მქონდა. ცუდად ვიყავი და ისე შემდეგ და ასე შემდეგ და სახარებაში არის ხო ჩამოთვლილი ზოგი ხარისაყიდლად წავიდა, ზოგი ცხენის გასახედნად, ზოგი სავაჭროდ წავიდა და ბოლოს ქორწილში ესენი ვერც ერთი ვერ მოხვდა, ხო? წირვა არის ქორწილი. წირვა არის დღესასწაული. წირვა არის უდიდესი ბედნიერება, საშუალება ჩვენი ღმერთთან მყოფობის და ჩვენ ამაზე ვამბობთ უარს. მე ვფიქრობ, აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელი საზოგადოების, არაეკლესიურებისაც და შეიძლება ვთქვათ, ეკლესიურებისაც, ვინც ნელთბილად და ეს რაღაც საშუალო დონეზე თუ იქაც არ არიან და თან არც არიან. იმიტომ რომ შენი მოქმედება არის ვალდებულება კი არა, მადლიერება. მადლიერება, რომ ღმერთს მადლობდე. თავისთავად ესეთი ადამიანები შემდეგ ურთიერთობებში ეგეთები არიან. ოჯახის წევრები, ერთმანეთის მიმართ, როგორც გითხარით, ცოლი ქმრის, ქმარი ცოლის, დედა შვილის, შვილი დედის და მამის მიმართ.
რაც არ გინდა გავუკეთო, მეტი უნდა. ოქროში რო ჩასვა, გეტყვის რომ კიდე ერთი კაპიკი აკლია იმ ოქროს და მაინც უმადური იქნება, მაინც დაგეტაკება, მაინც დაგეჯახება და იმ ადამიანს შენ ვერ დააგმაუფილებ. ღმერთის მიმართაც როგორც გითხარით, ხო, აი უმადურ ადამიანს გული რო ამოიგლიჯო და შეუწვა და უთხრა, აჰა, გადარჩი, ცხონდი, გეტყვის მარილი აკლია ამ გულს რაღაცა არ მომწონს. აი ესე არიან ზუსტად უფალი თავის გულს იღებს და ჩვენთვის დაეკლა ჯოჯოხეთში ჩავიდა და წირვაზე ხორცე და სისხლად გვეძლევა. მაგრამ ჩვენი იქ არ მისვლა. ჩვენი ულოცველობა, უმარხველობა, უზიარებლობა ზუსტად ეგ არის. როდესაც 1000 მიზეზით ვიმართლებთ თავს, რომ აი მღვდელი არ მომწონს და იქ იმიტომ არ მივდივარ, რაღაცა უთხრა ვიღაცისგან, რაღაცა არ მოეწონა, ვიღაცა სამსახურს აბრალებს, ვიღაცა რაღაცას. ეს არის ზუსტად ის, რომ აი იმ შემწვარ გულს მარილი აკლიავ. აი ეს მდგომარეობა და ეს პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დაინახოთ თქვენი მდგომარეობა რაც არის. და მე მინახია ადამიანები, რომლებიც ძიმე სენისგან განიკურნენ. ძალიან ბევრი. სიმსივნეებისგან განიკურნენ. აი ათობით შეიძლება ვთქვათ. მაგრამ შემდეგ როცა მithქვავს, აი მოსულა და უთქვია რომ მამაო მიშველი გადამარჩინე რაღაცა ძიმე მდგომარეობაში, ხო, აგეტირება ესე მდგომარეობაში ღმერთმა ყველა დაიფაროს. და მithქვია რომ ბიჭო მე ვერ გიშველი, მე კი არა ღმერთი გიშველის. მაგრამ მოდი ერთად ვილოცოთ, აბა ვეზიაროთ. აი იმ მდგომარეობაში გაუკეთებია, გადაუდგე ეს ნაბიჯი. ნუ ბევრს ეგეც არ გაუკეთებია. და მერე რო გადარჩენილა, გამოსულა იქიდან ტაძარში ვეღარ მომეყვანია. და რომ მიკითხია რას აკეთებდა, რატო არ მოვიდა, დომინოს თამაშობდა. გესმით? აი ესეთი ადამიანები ბევრი და უმეტესობა არის ჩვენი საზოგადოების. და მინახი ადამიანი, რომელიც მოსულა გაჭირვებული ვალებით და ჩაქცეული, გაუბედურებული, ამოსულა აქედან. ყველაფერი მისცემია ღმერთისგან. მაგრამ რომ ითქვი რომ მოდი მარხვა დაიცავი, როცა თქვი მადლიერება გამხატე. აი იცი მე ჯერ მზად არა ვარ ღმერთთან მიმართებაში. ვერ დავიცავ, რო დავარღვიო, მე პირობის გატეხვა გამომიო, რაღაცა ბოდი არის. აი რაღაცა აი ეს მღვდლები არ გიხართ რაღაც, ნუ შენ შეიძლება არ გითხრას პირდაპირ, მაგრამ ზოგადად მიზეზი აქვს. აი აბა თქვენ თვითონ რაღაც ეს არის უმატურობა, როგორც გითხარით, საშინელი მდგომარეობა ადამიანისა, რომლიდან გამოსვლა ძალიან მძიმე და ძალიან ძნელი არის. მრუში და მკვლელი უფრო ადვილად ჩავარდებიან სინანულში და ღმერთთან უფრო ადვილად მივლენ, ვიდრე უმადურები. იმიტომ რომ ის იცის შინაგანად სინდისი აწუხებს და სინანულით ღმერთთან მიდიან ბოლოს, უმეტესობა. და მისი მაგალითი გვაქვს მეზვერის მაგალითი, რომელიც იძახის ღმერთო, მიილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე. და უმადური ადამიანი გონია რომ ფრთოსანი ანგელოზია და სინამდვილეში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის. როგორც გითხარით, ეს ადამიანთან ურთიერთობაც კი ძნელია, ჯოჯოხეთი არის. უმადურ ადამიანთან ურთიერთობა. და თავისთავად ღმერთსაც გულს ტკენენ იმ თავისი მდგომარეობით. ამიტომ ღმერთმა მოგმადლოს მადლიერება. მადლი ღვთისა. მოგვეცეს ძალა, რათა ვილოცოთ. მადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის. მადლობდეთ იმ გათენებული დღისათვის, ღამისათვის. ვინაიდან უფალი ბრძანებს მცირედსაზე და ერთგულიო, უფრო დიცეთ დავაყენო და უფრო მეტი მოგეცემ. მადლიერები იყავით ერთმანეთის მიმართ, ოჯახის წევრები. ერთმანეთს ნუ მოსთხოვთ იმაზე მეც, რაც მიიღე და რაც მოგცა, ხო? მადლობდე იმას და თუ კიდე მეტი გინდა სიყვარულით უთხარი. ნუ კი მოითხოვ და შენი გული უმადლურობით ნუ არის სავსე. და ასევე მადლიერნი იყავით ღმერთის მიმართ და ღმერთსაც ნუ მოსთხოვ რაღაცა იმაზე რაღაცა არარსებურს და არარეალურს, რამაც შეიძლება შენ საერთოდ წარგწმინდოს კიდევაც. და რაღაცა თუ არ გეძლევა, ხშირად ეს იმას არნიშნავს, რომ ღმერთი არ ისმენს. ხშირად ის ჩვენთვის არ არის კარგი და ღმერთი არ გვაძლევს. მაგრამ შემდეგ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ყოფილა ეგეთებიც, რომ ნუ ღმერთი ბოლოს
უშვებს რომ მიეცემა ადამიანს, რათა დაინახოს, თავისუფალი ნებით ითხოვს და დაინახოს რომ ანუ რა არის და შემდეგ განსასწელში ვარდებიან. ადამიანთა კატეგორია, რომელიც არის უმადური, არც წირვაზე დადის, არც ლოცულობს, არც ეზიარება, არც იკეთებს აკეთებს. სამშობლოს ყიდის და მე მაინც ამას იძახის რომ ღმერთი მიშველისო და თავისთავად ღმერთი არ გიშველის ესეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ძირგავარდნილი სათლი ხარ. მე კიდე ღმერთს აყვედურობს. ღმერთო, რატომ დამტოვე და ამ მდგომარეობაში რატო ჩამაგდე? ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა მადლიერებით აგავსოთ. მადლობდეთ უფალს ყველაფრისათვის. და შემდეგ ისიც მოგვეცემა, რაც არ აგვაქვს, მაგრამ როცა ვართ უმადურნი, ვართ უმადლურნი, მადლს განშორებულნი, აი სათლები, რომელსაც ძირი არ აქვს და რამდენიც არ გინდა მადლი ჩაასხას იქ უფალმა, ის არ ჩერდება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, გაგახაროთ დღეს სიკეთის, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების მოგმადლოთ და ჩვენ კიდევ მადლიერებით აგვავსოს უფალმა, მადლი ღვთისა იყოს თითოეული ყველა ქართველის, ყველა მართლმადიდებელი ღვთისმოშიში ქრისტიანის სულსა და გულში, იმიტომ რომ ეს არის და იქნება საწყისი და გარანტი ბედნიერებისა, სიხარულისა ამ ქვეყნადაც და შემდეგ სულის ცხონებისა. უმადური ადამიანი ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნება. ვერც აქ და ვერც თავისთავად ვერც სამოთხეში ვერ იქნება, იმიტომ რომ უმადლური, მადლს განშორებული, ღმერთს განშორებული ადამიანია. ამიტომ განვეშოროთ უმადლურობას და მადლის შევიმოსოთ. მადლობდეთ უფალს ყოველივესი და ყველაფრისათვის. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.